გუშინ შვილი მყავდა ჩამოყვანილი რესპუბლიკის მოედანზე და რუსთაველზე. ხალხით გადაჭედილი იყო. პაკისტანელები, ინდოელები, არაბები, იმდენად ბევრნი, რომ თბილისის ცენტრში თავს უცხო ქალაქში გრძნობ. ზუსტად ის სურათი ვნახე, რაც საფრანგეთში მქონდა ნანახი. მანქანები, ბოლომდე აწეული მუსიკა, არაბული და თურქული სიმღერები, ხმაური და ქაოსი. დაბნეული და გაღიზიანებული წამოვედი. იქნებ ნაძვის ხე კალაძემ საკუთარი სახლის წინ დაიდგას. ადგილობრივ მაცხოვრებლებს უკვე ტვინი მოგვეტყნა. რა უგნელია ეგ? სანტრედია, უბანი, ბაძგნარა. თქვენ გეცოდინებათ მართალია თუ არა, რომ კობახას უთქვამს, აკაცუ ქართველობას ფულიანი არაბები მირჩევნიაო. ცოტაც მოითმინეთ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ პრელუდია. მომაკვდავი ერი ვართ, ვისაც უნდა ყველას მწვანე აქვს ანთებული ქვეყანაში შემოსასვლელად. კორპუსებს რომ აშენებთ, ვინ იყიდის? რუსები და ილია. ეხლა ინდუსები და არაბები გვჭირიან. მთავარია ნაცები არ დაბრუნდნენ. დანარჩენი როგორმე მოიხარშება. 1 მილიონი ქართველი გაყარა კოცხროვამ საქართველოდან და უცხოთ ომი შემოგვისია. უცხოტომელები, მალე ჩვენ ვიქნებით.